ლომშვიდობისა დილა გავდივართ ანალიზებზე მე შევამოწო ყველაფერი 6 ანალიზი მაინც მიწევს ეს არ გვეჩავეწერა იდეაში მიწევდა ორშაბათს მაგრამ რადგან ორშაბათი იყო 3 მარტი კლინიკები ისვენებდნენ შესაბამისად მივდივართ და ვიკეთებთ ახლა. იქნება დამაცადო გასვლა ბიჭო, ეს ბოლო გაკეთება რა თქმა უნდა არ იქნება ანალიზების, კიდე ერთ თვეში მივალ და შეჯიბრამდე მუდმივად შევამოწმები ხოლმე. რომ ვიცოდეთ კონკრეტულად რა ზღვარზე გვიჭირავს. It's truly see you. გავიკეთეთ ანალიზები. 5 ანალიზი გამოგვივიდა. სისხლი, კრეატინინი, AST, ALT, ღვიძლის ფუნქცია, პროლაქტინი და ესტრადიოლი. ტესტერონი აღარ გავიკეთე. შეიძლება, მაგრამ მაინც აღარ გავიკეთე. يعني ისედაც ვიცი რომ მაღალი იქნება. რამდენით მაღალი და არ მაინტერესებს. ასე რომ ეს 5-იც ამ ეტაპზე საკმარისი იქნება. მე ეტაპობრივად უფრო სიღრმისეულოდაც გამოვიკლო დანარჩენ რაღაცებს. დავადოთ ჯერ რა პასუხს მოგცემს ეს 5 ანალიზი, რომელიც ყველა პონჩი დღეს უნდა იყოს გვიანობამდე. მოკლედ ესე იგი, მეორე დღეა საურჩად მივდივართ. ანალიზის პასუხები მოვიდა. იდეაში ყველაფერი გზია, ჰორმონები, საერთოდ ყველაფერი, ცოტა ღვიძლის ფუნქცია აქვს მომატებული, რომელიც მარტივად გამოსწორებადია. ნუ რა გავიკეთე გაჩვენეთ, თუ არ ვწდები, მაგრამ გეტყვით რომ გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი, ყველაფერი წესრიგშია სისხლში, გავიკეთე ღვიძლის ფუნქცია, ნუ რომელიც გითხარით რომ ცოტა არეულია და მარტივად მოგვარებადი. ასევე გავიკეთე ესტრადიოლი, პროლაქტინი, ორივე იდეალურად არის და კრეატინინი. ეგეც იდეალურად არის. ზოგადად გიჩვენებთ რომ ანალიზები შეიმოწმოთ ხოლმე, თუ არ ემზადებით მაინც. მე მაგალითად ყოველთვის ვიმოწმებ. ნუ ეხლა მზადებაზე ვარ და ეგ აუცილებელია, მაგრამ თუ არ ვარ მზადებაზე, მაგ შემთხვევაშიც კი ვიმოწმებ ხოლმე. ჩვენს დღევანდელ ვარჯიშს. კვადრიცეპსი მაქვს დღეს გასაკეთებელი. ხოლოდ გაყოფილი მაქვს ცალკე მაქვს კვადრიცეპსი, ცალკე მაქვს ბარძაყის ბიცეპსი და საჯდომი. იქიდან გამომდინარე რომ მეტი აქცენტი მივცეთ როგორც კვადრიცეპს, ცალკე დღეზე, ისე ბარძაყის ბიცეპს და საჯდომს. რადგან ჩემი ბარძაყის ბიცეპსი დიდად არ არის ისეთ დონეზე, როგორც უნდა იყოს. ნუ კვადრიცეპს ისე არაფერს არ უწუნებ. ეხლა გაჩვენებთ, რას ვიღებ ვარჯიშობდე. რა დანამატებია კონკრეტულად, რომელიც უეჭველი უნდა მივიღო. წყალი ავოცოთ. ესე იგი, პირველ რიგში C ვიტამინი. 1 ცალი. ვარჯიშის წინ. ჩავაგდოთ. ციტრულინი. ყველაფერს ერთად ყრი. დიდად კაი გემო არ გამოდის, მაგრამ ნუ საჭიროა. ასევე არჯინინი. 1 კოვზე ესეც. დამატებით გვაქვს კრეატინინი და გლუტამინი, რომელიც ცალკე მაქვს წამოღებული. აქ ჩავყაროთ ესეც და ასევე 2 ცალი ბილდრონატი და კიდე 3 გრამი ჰიმალაის მარილი. ნუ უკვე მივიღე წეღან მარილი, ასე რომ აქ აღარ გავუკეთებ. ეს არის ვარჯიშის წინ ჩემი
ასე თქვით შეიკი. და შემდეგ ვარჩის დროს კარბო, ნახშირწყალი და პლუს BCA. ამ ორს ერთად შევურავ და ვარჩის პროცესში დავლევ. მე ვარჩის ამორჩები იმასაც განახებთ თუ კონკრეტულად რას მივიღებ. Jackso da itყვია მე ვარჯიში გვინდა ბაშიაჩუქთან ერთად. ნუ ბაშიაჩუკი დღეში დავარჩევთ. უკვე ვარჯიშა, მაგრამ მალე შემოგთავაზებთ მასთან ერთად ვიდეოს. ან მის ახზე, ან ჩემ ახზე, ან ორივესე. ნახოთ. ხო, ნუ ეხლა ხდება. ვაკეთებთ გამშნელს მეორე ვარჯიშად. გასახურებელ წონას გავაკეთე. და აქაც 2 ან 3 სამუშაო მისვას ვაკეთებ. დაახლოებით 10-12 გამეორება მაქსიმუმ. ეს სულკია. ეგრევე თქო, რომ ეს არ არის სამუშაო მისვლა. ასე რომ კიდე მოუმატებ. უნდა გიჭირდეს. სამუშაო მისვლაში რომ ჩაითვალოს. წავიდა ბოლომდე. საქმეს ბოლომდე ვაკეთებ. ზალა მაქვს საგზნობოდ გაზრდილი. ძალიან გამიზარდა და თორე უკვე ტრენაჟერს უმაქსავ, რომელსაც არავის არ ვაკეთებდი. ამ ტრენაჟერს საერთოდ ვერ უმაქსავდი 70% 80 მარტო. კიდე 100 და მაინც 100 ადვილად მიდის. მოკლედ მესამე ვარჯიში hack squat. და გადავდივართ leg press-ზე. სადაც ძიმედ გავაკეთე. ამ ხარისხიან. ნიანი გაწევა მთელი შეკუმშვა. ნუ ოდნავ განზომილდეს მომფეხები. შიდა ნაწილებში კარად მოაქვს ჩემ შემთხვევაში. საჯდომი არ აგიღოთ თვითონ ადგილიდან. თორე მოგკეცოთ სუდად ხერხემალში. თუმცა ვსწრაფ ხოლმე მე როცა ვაკეთებ ჩამოტანისას თან ხელი მეკიდოს კარგად და მაქსიმალურად დავაყრო საჯდომი და ისე გავწელო რომ არ ამეწიოს. აუ, მინას კომენტი. აუ, მიღადა ორი სვინგ ახსნათ.
ოხ, ფეხებიჩი. თავი წესი წვიმის გაკეთების. ცოტა მაღალი წონა და გამეორებებს არ ვთქვით. ვაკეთებთ მაქსიმუმს. და ბოლო ნაწილი რასვა ვარჩის შემდეგ. ეს ჩავდებთ, რომ ბევრი არის ჩასაყრელად. აქ არის 2 პორცია პროტეინი, 2 პორცია. დამატებით კრეატინი და გლუტამინი. ასე. ხა საჭმელსაც აქვე შევჭამ. აი თუ ჩემი საჭმელი ბრინჯი და ფილე სტანდარტი. იგაში. შეგახსენებთ, რომ ყველაფერს შეძენა შეგიძლიათ ფიტნეს ფორმულაში და გამოიყენეთ ჩემი პრომოკოდი მამაცა და მიიღებთ ფაზაკლებებს ყველა დანამატს. აქ არის 150 გრამი ბრინჯი, 150 გრამი ქათამი. ამ კვებაზე ბოსტნეული არ მაქვს. კვება რაღაც განსაკუთრებული, ანუ შეცვლილი განსაკუთრებულად არ არის. უბრალოდ არის ის, რომ რეჟიმში უნდა იყოს აკონტროლო შენი თავი, რა ჭამო, რა არ ჭამო. ტკბილი თითქმის ერთთვი არ მიჭამია. ნახეთ ტკბილი ქვია. და თვითონ ვცდილობ, რომ თუ რაიმე მცირე დარღვევა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ესე მკაცრი შრობა არ დამიწყია, მიყოს მხოლოდ ფეხის დღეს. მაგრამ ფეხის დღეს არაფრის დარღვევა დიდად არ მინდება. მე ჩემი საჭმელი ვჭამო და ვიცოდი, რომ უკეთეს რეჟიმში ვარ რა. ეს არის და ეს. მოკლედ ამას შევჭამ. დაგემშვიდობებით, მედია მოგეწონათ ეს ვიდეო. წინ კიდევ ბევრი ვიდეო გველის, უფრო მეტად გავხდები ჩაკეტილი და ბევრად ფოკუსირებული. ჯერჯერობით ეხლა ვიაზრებ, სად მივდივართ, როგორ მივდივართ. და ვნახოთ რა გამოგვივა, რას ვიზავთ. მე მაქსიმალურად მინდა რომ ჩემი თავის გაწურვა შევძლო და რაც შემიძლია მაქსიმალურად გავიტანო, რა თქმა უნდა, მარტო ეს არ არის. ძალიან მაქსიმალისტი ვარ და თუ სადმე რაიმეს ვისახავ, რაიმე გზით, ყოველთვის მინდა რომ ლიდერი ვიყო, ასე ვთქვათ რა და აქაც მინდა რომ პირველობა მერგოს. წონაც კარგად მოდის და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება. დაგემშვიდობებით, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო. დალაიქეთ, გამოიწერეთ თქვენთვის სასურველი კომენტარი დაწერეთ, ან შეაფასოთ ვიდეო და ძალიან მალე შევხვდებით ახალი ვიდეოთი.